გერმანიის უნივერსიტეტის სტუდენტები გვეწვივნენ არც ისე მცირე ხნისავა და ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი დღე ალბათ ეს გახლავთ 78 წლის 14 აპრილი. როდესაც მე უნდა წამეკითხა ის ტექსტი, რომელიც მომზადდა, რომელიც დამტკიცდა აქაც და მოსკოვშიც და რომელშიც არ იყო ნაგულისხმევი, რომ ქართული ენა ინარჩუნებს სახელმწიფო ენის სტატუსს. მე ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ განგებისა, რომელმა მაშინ ჩამაგონა ჩემს ნიშდა გაოგნებული დარბაზი, როგორც აქ ბატონო ნიკომ თქვა, პარლამენტის უკან ეს რუსთაველის გამზირზე გაჭედილი ახალგაზრდები და ყველა სულგანებული ელოდა რა ითქმება, რით დამთავრდება და საკმარისი იყო ალბათ მე თქვა წამეკითხა ის რაც ტექსტში ეწერა, რომ თბილისის ისლის გვარს ვერ გადარჩება. უბედურებად ატრიალდებოდა, იმაზე უარესი მინემ 1956 წლის 9 მარტს. მე ბედნიერი ვარ იმ ძალისა, რომელმაც ჩამაგონა და მათქმევინა. და ამით დამთავრდა ეს მოხსენება და ამით დაიწყო მე ვფიქრობ ახალი ხანა საქართველოს ცხოვრებაში. რომ მეგობრებო, ჩვენ ვითათქირეთ, არავისგან არ ვითათქირია, ჩვენ ვითათქირეთ და გადავწყვიტეთ. საქართველოს ქართული ენა რჩება და ინარჩუნებს სახელმწიფო ენის სტატუსს. ეხლაც ის ერთადერთი ჩანაწერი შემორჩა. ესე ჩვენ ცოტა თუ არ გეწყინებათ ქართულ უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, ისიც როგორ შეიძლება არც ტელევიზიაში, არც ქრონიკაში, კინოქრონიკაში, არც კაგებია, იმასაც მეტი არაფერი მქონდა, საკო უნდა გადაეღო, იქაც კი არაფერი დარჩენილა. აი ამ პატარა ჩანაწერის გარდა. მე ულოცავ ყველა ახალგაზრდას იმ თაობის და ულოცავ დღევანდელ ახალგაზრდობას იმას, რაც მაშინ 20 წლის წინ მოხდა. და კიდევ ერთხელ მიმართავ ჩვენ სახელოვან მწერლობას, ჩვენ მეცნიერებს, მაშინდელ ახალგაზრდებს, მხარდაჭერისათვის, დიდი მოძრაობისათვის, ენის და ერის გადასარჩენად. მე მადლობელი ვარ ბატონი ელგუჯა ამასუპელისა, ჩვენი დიდი მეგობრის, ჩვენი დროის დიდი მოქანდაკის, რომელმაც აი ეს შესანიშნავი ძეგლი გაშუქა და როგორც აქ ითქვა, ამის ანალოგი მსოფლიოში არ მოიძებნება.